800 მილიონი ლარი დედაქალაქისთვის დღეს მერმა თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები წარმოადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც სავარაუდოდ მწვავე განხილვის თემა გახდება საკრებულოში, ის შეღავათებია, რომლითაც პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ. 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტად გამჭვირვალე. საკრებულოში გადაგზავნავდა დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი მერმა ჟურნალისტებს გააცნო. დავით ნარმანიას ინფორმაციით მომავალ წელს მთავრობა 800 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პროექტის მიხედვით ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 178 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გამწვანებისათვის 20 მილიონი, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას 238 მილიონი ლარი მოხმარდება. ინოვაციურ მუნიციპალურ პროექტებს კი 2 მილიონი ნახევარი. ჩვენ ჯანდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების დროს განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რამდენიმე ახალ პროგრამაზე, რომელიც წინა წლებში არ ფინანსდებოდა. კერძოდ დაიწყება ცეჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი საკრებულოში ჯერ არ შესულა, პროექტს უკვე აკრიტიკებს ოპოზიცია. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სავარაუდოდ ხმაურიანი განხილვა მოყვება პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების დაწესება. მერიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით პოლიტპატიმრები 20 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ. ეს არის ჩემი აზრით ძალიან შეურაცხყოფელი, რადგან პოლიტპატიმრები ითხოვენ სწორედ იმ ღირსების აღდგენას, იმ ხალხის დაპატიმრებას, ვინც მათ უკანონოდ მიუსაჯა. სწორედ ბიუჯეტში ასეთი პასაჟები ნაკლები იყოს, გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, რომ პოლიტპატიმრები ვინც გაასამართლა, აი იმ ხალხს ვაგებინოთ პასუხი. რაში ჭირდება ტრისტან წითელაშვილს შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტში, ჩახალიანს და შკრილნიკოვს. შეურაცხყოფა არის მართლაც შეჭრებული ფენების. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალ შობილზე 500 ლარიანი დახმარება გადაეცემათ. ასეთივე მრავალშვილიანი ოჯახებისათვის თითოეულ ბავშვზე 25 ლარიანი ყოველთვიური დახმარება 50-მდე იზრდება. ჩვენ ვიწყებთ გადასვლას პროგრამულ ბიუჯეტზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის, რომ თითოეული მუხლს, თითოეული ასე ვთქვათ, თანხას იქნება თავისი მიზნობრივად მიწერილი. ვინაიდან ვერ ზრდის სახელმწიფო პენსიონერების პენსიას, ქალაქში ეს 10 ლარიანი დამატება, ვინაიდან დედაქალაქია ძვირი ქალაქია, რა თქმა უნდა დაეხმარებოდა ჩვენს პენსიონერებს. დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია ოპოზიციაში. გადასული დეპუტატები განხილვისას დოკუმენტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ. დახმარებები 250-დან 500 ლარამდე იზრდება, აიქ მუხლებია დამატებული ჯანდაცვაში, ცეჰეპატიტით გამოკვლევა, მკურნალობა, ლეიკემია. ბიუჯეტის მიხედვით დედაქალაქში 2015 წელს მრავალსართულიანი ავტოსადგომი და 8 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს. წინა საარჩევნოდ დაპირებული მილიონი ხიდან კი ნარმანიას უწყება წელს 250,000 დარგვას დააფინანსებს.